მე ვარ ანი, 16 წლის, ცხოვრობ წეროვანის დევნილთა დასახლებაში და მოგიყვებით თუ როგორ გავატარე კარანტინის პერიოდი. კარანტინი ჩემთვის მოულოდნელი და საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მით უმეტეს რომ ამ დასახლებაში მანამდეც არაფერი იყო ახალგაზრდებისთვის გასართობი, მაგრამ ამ კარანტინში ვცდილობდი მე რომ მაინც ფიზიკურად აქტიური ვყოფილიყავი. 6 წელია ვცეკვავ ნაციონალურ ანსამბლში. ამ პანდემიის დროს, ვინაიდან შეწყდა რეპეტიციები, მე ვცდილობდი რომ არ ამოვარდნილიყავი ფორმიდან და ყოველდღიურად ამ კვირაში რამდენჯერმე მაინც მე მეცადინა და გამეხსენებინა ილეთები. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ დავობოდი, ამ კარანტინის პერიოდში სახლთან ახლოს პარკში დავობოდი. ვინაიდან ჩემი ფიზიკური აღნაგობისათვის კარგია, ჯანმრთელობისთვისაც მეტ ენერგიას მატებდა და ხასიათის დადებითად მოქმედება. ფოტოების გადაღება მანამდეც მიყვარდა, თუმცა ფოტოაპარატი არ მაქვს, ამიტომ ვიღებ ტელეფონით. ამ კარანტინის პერიოდში გამოვდიოდი სახლთან ახლოს პარკში, ტყეში და ვიღებდი საინტერესო და სახალისო კადრებს. ყავს ზაზუნა, პაწუკა, ძაღლი ლაქი და თუთიყუში კოკო. დადებითი მხარე ის იყო ამ კარანტინის, რომ მომეცა საშუალება, რომ მეტი დრო დავუთმო ჩემს ცხოველებს, რომლებიც ბედნიერს ხდიან და ძალიან მიყვარს მისვენა.